გადაწყვეტილება მოყვა ბოლო გრანტების კანონში შეტანილ ცვლილებას, ხა აქვს დაგეთანხმებით, რა თქმა უნდა, ეგეთ შემთხვევას ვერ იპოვეთ ევროპის კავშირის ისტორიაში, როცა კანდიდატის სტატუსის მქონე სახელმწიფოს მსგავსი რამე დამართნოდეს, ხო, ეს რაღაცა ამ შემთხვევაში ქართული ოცნება უნიკალურია და უნიკალური რაღაც გააკეთა ევროპის კავშირის ისტორიაშიც. კი ეს იმას ნიშნავს, რომ აქვს ევროპის კავშირს შედარებით უფრო მკაცრი რეაგირება იმაზე, რაც საქართველოში ხდება. ამ გადაწყვეტილების გარდა ძალიან მკაფიოდ უკვე მე რამდენად ითქვა, რომ დღის წესრიგში დგას ზოგადად საქართველოსთან უიზო მიმოსვლის შეჩერებაც. ეს არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი, არაერთხელ მithქვამს საქართველოს გამეორდები. კი, რა თქმა უნდა, ამას მე დიდი ხანია ვფიქრობ და ძალიან მარტივი მიზეზის გამო, ანუ საფრთხე არა მხოლოდ უვიზო მიმოსვლას ექმნება, საფრთხე ექმნება ასოცირების შეთანხმებასაც ევროპის კავშირთან. კი, არა, ეს ძალიან ბუნებრივია, მან რომ არც თქვას, ეს ძალიან ლოგიკურად მივდივართ აქამდე. ეხლა რეალურად გაჩერებული არის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება, რომელიც ჯერ კიდევ 2011 წელს გავაფორმეთ ევროპის კავშირთან, ხო, რაც იყო მერე საფუძველი კიდე სხვა შეთანხმებების. ნახეთ, შეთანხმებას ყავს ორი მხარე, ხო, ერთ მხარეს არის საქართველო, რომელსაც ამ შემთხვევაში წარმოადგენს ქართული ოცნება, მეორე მხარეს არის ევროპის კავშირი 27 სახელმწიფოთი წარმოდგენილი, ხო? შეთანხმებაში არის მუხლები, შეთანხმებაში არის პირობები, რომელსაც როგორც წესი ორივე მხარე იცავს, ხო? აი რომ წარმოვიდგინოთ ახლა აი ჩვენ რომ რაღაცას აი ქირაობდეთ, თქვათ, ბინას და მუდმივად არ ვიხდიდეთ ქირას, ვაფუჭებდეთ სახლში ავეჯს, წყალს უშვებდეთ მეზობელთან, დავამტრიოთ კედლები სახლში. აი რამდენი ხანი შეიძლება ეს აპატიოს დიდი ხნის განმავლობაში მოითმინეს, მაგრამ აი ეს ბოლო კანონი, რუსული კანონის თავი ალბათ აღმოჩნდა ძალიან სერიოზული განრისხების საგანი. მე ის მიკვრის, რომ რატომ მანამდე მიღებული კანონები არ აღმოჩნდა ევროპის კავშირისთვის ანალოგიური განრისხების მიზეზზე. ჩემი აზრით, ასეთ შემთხვევაში ახლა შეუძლებელია მათმა მოთმინება მიიყვანა რეჟიმი აქამდე ამას ამბობთ? ანუ ხო, რასაკვირველია, აბა რა მიიყვანა, ამდენი წლის განმავლობაში რომ ეფერებოდნენ, ანუ ამდენი წლის განმავლობაში გველს ზრდიდნენ უბეში, ამდენი წლის განმავლობაში. ახლა მე თუ მკითხავთ, ეს ახლა კი შედარებით მკაცრი ჩანს იმასთან შედარებით, რაც მანამდე გაუკეთებიათ, მაგრამ ახლა რომ შევხედოთ, ახლა ობიექტურად რა მდგომარეობა არის საქართველოში, რამდენი პოლიტიკური პატიმარი ყავს, რა მდგომარეობაში არიან ზოგადად საქართველოს მოქალაქეები, რა მდგომარეობაშია საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რა მდგომარეობაშია საქართველოს დამოუკიდებლობა, რა მდგომარეობაშია საქართველოს სუვერენიტეტი. საგარეო პოლიტიკა. საგარეო წარმოიდგინეთ ერთი რაღაცა ადამიანთა მცირე ჯგუფის სიხარბეს და მათ პირად ინტერესებს ეწირება საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები და ეწირება ამას ჩვენი ისტორიული არჩევანი, ეწირება ამას ჩვენი მომავალი, ხო? ევროპის კავშირი დგამს დაგვიანებით ნაბიჯებს და ეს ნაბიჯები არ არის იმის ადეკვატური, რა სიტუაციაც არის საქართველოში. თქვენ დიპლომატი ხართ, კარგად იცით პროტოკოლური ცხოვრება, რას ნიშნავს, როცა ქვეყანაში ხელისუფლება უთვალთვალებს ელჩებს. და ეს თვითონ ხელისუფლებამ დაადასტურა ჯერ ერთი გამოჟონა სუსისკრებსებმა, სადაც კელი დეგნანის თვალთვალზე იყო დეტალური ინფორმაცია ამერიკის ყოფილი ელჩის და ახლა უკვე ნინო ლომჯარიას თვალთვალის ეგიდით ჩვენ ადვილად მივხვდით, რომ აქ ნინო ლომჯარიას კი არა, სწორედ გერმანიის ელჩს უთვალთვალებდნენ, კადრები მიაწოდეს იმედს, თუ ეს ასე არ არის, მაშინ გამოვიდნენ და თქვენ როგორ აღმოჩნდა სანქცირებული ტელეკომპანიის ხელში ეს კადრები, რომელსაც აკონტროლებს სუსი და შინაგან საქმეთა სამინისტრო. ისინი ამბობენ, რომ რაღაც მოიგონეს ისტორია ნინო ლომჯარიას და გერმანიის ელჩის ურთიერთობის შესახებ, მოიგონეს ფრაზები, თითქოს ლომჯარია ეუბნება, რომ
აი ახლა ვიზებიც გაგვიჩერეთ, თორემ ისე ხალხი ქუჩაში არ გამოდის, ანუ არაფერზე დაყრდნობით, არანაირ ფაქტი არ არსებობს ამ ინფორმაციის რეალობის და მე ამას ავრცელებენ თავიანთ. ისევ აი ის წინა ნათქვამი უნდა გავაგრძელო. მე არ მახსოვს ახლა ეს ზუსტად რომელი წელი იყო, მაგრამ აი როცა თქვენ ახსენეთ, როცა ეს კრებსების გაჟონვა მოხდა, იქ ძალიან ცხადად ჩანდა, რომ უცხოური დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ თვალთვალის ქვეშ. ამას შემდეგ მოყვა, მაშინ პრემიერ-მინისტრი იყო, თუ სწორად მახსოვს, ღარიბაშვილი, თუ სწორად მახსოვს და მან თქვა კიდეს, რომ კიო, ჩვენ ამ პრაქტიკას ვეწევით და მომავალშიც ამის კეთებას გავაგრძელებთ. ამას მოყვა შემდეგ დიპლომატების მხრიდან დემარში, ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი, იაპონიის ელჩი და ევროპის კავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი მივიდნენ მაშინ, თუ სწორად მახსოვს, საგარეო საქმეთა სამინისტროში და შესაბამის საპროტესტო ნოტა მიიტანეს. რასაკვირველია, ეს არის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დარღვევა, დიპლომატიური ურთიერთობები სახელმწიფოებს შორის ვენის კონვენცია და ჩვეულებითი საერთაშორისო სამართალი განსაზღვრავს. რასაკვირველია, როგორ მოიცავს თვითონ დიპლომატი? გასაგებია ნინო ლომჯარია მიდის სასამართლოში, ახლა მურუსის სასამართლოში ვერაფერს გააწყობს, მაგრამ დიპლომატებს რა უნდა ქნას მაგალითად? რადგან დიპლომატის საქმიანობა არის ისეთი საქმიანობა, როცა საქმე გაქვს ისეთ სენსიტიურ ბრძნობიარე ინფორმაციასთან, ყოველთვის ხარ ფრთხილად, ხო, ეს სიმფრთხილე დიპლომატის საქმიანობას ყოველთვის თან ახლავს. ის რაც ჩემი აზრით, ის რომ თქვა ფრთხილები არიან დიპლომატები, ამაში დარწმუნებული ვარ, მაგრამ ის რაც ჩემი აზრით უნდა გაეკეთებინათ უკვე მაშინ ევროპის კავშირს, ევროპის კავშირის წევრ სახელმწიფოებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, იაპონიას და სხვა კიდევ დიპლომატიურ მისიებს, ეს საქციელი არ უნდა დარჩენილიყო, არ უნდა შემოფარგლულიყო მხოლოდ ერთი საპროტესტო ნოტით და ამას უნდა მოჰყოლოდა უფრო სერიოზული რეაქცია სხვა სახელმწიფოების მხრიდან. ის რომ ეს დატოვეს უპასუხოდ, არ ვიცი ეს როგორ მოხდა, არ ვიცი როგორ მოთაფლა ქართულმა ოცნებამ აქ მაშინდელი დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები, მაგრამ ეს საქციელი რომ ფაქტობრივად უპასუხოდ შერჩა ქართულ ოცნებას, ამან ქართული ოცნება წაახალისა. ქართული ოცნება თუ ამბობთ, რომ ეს არის რუსული ძალა, ჩვენ ყოველთვის უნდა გვესმოდეს, რომ ასეთი ქმედებები თუ აი ასეთ საქციელს აპატიებდა, თავზე ხელს გადაუსვავდა, ოკეი, წაუყურებ ასეთ ამბავს, ეს მხოლოდ წამახალისებელი სიგნალია ისეთი პოლიტიკური ძალისთვის, როგორიც არის ქართული ოცნება. ჩემი აზრით, მაშინ ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა დაუშვეს შეცდომა, როდესაც ამაზე არ ჰქონდათ შესაბამისი რეაგირება. ეხლა ქართული ოცნება შეუძლია თქვას, რომ რა ვიცი, მე ლომჯარიას უთვალთვალებდი და თვალთვალში მოყვა რომელიმე საელჩოს, რომელიმე მისიის ხელმძღვანელიც. ეხლა მე ამას ეხლა იმით რა ქვია, მტკიცებით ფორმაში ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ რაც მე მახსენდება, აი ეს რაც თქვენ ახსენეთ, ეს ინფორმაცია არის გაჟონილი და ეს ინფორმაცია მაშინდელი პრემიერ-მინისტრის მხრიდან არის დადასტურებული. არანაირი საფუძველი არ მაქვს იმისთვის, რომ დავასკვნა, რომ აი ეს პრაქტიკა, ვთქვათ, ქართულმა ოცნებამ შეწყვიტა.